ჩვენ მეგობარს ხედავ თუ თვალი არ მატყუებს. დიახ. ჩვენი სტუმარია ინდური მედიცინის აიურვედას ექსპერტი არუნ ხათრი, ადამიანი, რომელმაც მოახერხა და რამდენიმე წელიწადში მთელ საქართველოს შეაყვარა თავი, რა თქმა უნდა ჩვენც. სხვადასხვა სამედიცინო თემებზე მის რჩევებს ათასობით ადამიანი უსმენს და ითვალისწინებს და ამიტომაც დღეს ბატონი არუნი გვასწავლის მარტივ ვარჯიშს, რომელიც ისეთი რთული პრობლემების დაძლევაში დაგვეხმარება, როგორიც არის მაღალი წნევა, უძილობა, სტრესთან გამკლავება და ასე შემდეგ. დღევანდელი დღის ძალიან აქტუალური სამწუხაროდ პრობლემები. მოგესალმებით. მოგესალმებით და ახლა ველოდებით თქვენგან ხათრიან რჩევებს. დიახ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა და ნამდვილად ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია დღეს სამწუხაროდ ყოველი მეორე ადამიანი ებრძვის და ვებრძვით სტრესს. ხშირია წნევები და განსაკუთრებით ალბათ მაინც წნევები. კი ბატონო, წნევით დავიწყოთ. წნევით მეც ხოთი შორის წნევა. როგორ შევებრძოლოთ ესე იგი? მეც მაწუხებს წნევა ამ ცხოვრების წესით, კვებით და ასე შემდეგ და აბა ხელს არ შეგიშლით. ძალიან გვიყვარს თქვენთან საუბარი და თქვენი რჩევების მოსმენა. გაიხარეთ. ესე იგი ჩვენი ტვინი არის ხიდი ჩვენი სხეულამდე, რო სხეული იყო ზამთელი. როცა ადამიანი სტრესია, მაშინ ბევრი რამის დარღვევა მიდის. ჩათვალე რომ ეს ხიდი ჩაკეტილია და სინქრონიზაცია არ ხდება. სტრესი მოდის, უძილობა, ეს ყველაფერი ერთად შეიძლება მოვიდე. დღეს არის პატარა ბავშვიც არის სტრესი. დიახ. პატარა ბავშვი რაღაცა საჭმელი უნდა, ის საჭმელი არ შეხვდა, სტრესია. და ადვილი, ძველი აიურვედული ჩვენი იმებში ხო სწავლობდა ხალხი, ადრე არ იყო ლაბორატორიები, კვლევები როგორ უნდა ჩატარებული იყო და ეს კვლევები ჩატარდებოდა ჩვენი ირგვლივ, რასაც არსებობდა. ერთ-ერთი ვარჯიში არის, ვისაც ქვია ბრამრი, პრანაიამა არის ერთ-ერთი, რომელიც არეგულირებს ამ სტრესიდან მოსული ამ ყველა პრობლემას. რომელიც ნებისმიერი ადგილზე შეიძლება ადამიანმა გააკეთო, მაგისთვის არ ჭირდება სპეციალური აკვიპმენტები ან რაღაცა სკამი რაღაცა. ნებისმიერი ადგილზე სადაც ტრენაჟორები არ ჭირდება. არა, არ ჭირდება. სპეციალური სამოსი არა. ტვინისთვის ტრენაჟორი არ არის. ტრენაჟორი ჭირდება კუნთებისთვის. კი. ხო და ეს ხიდი რო იყო წესრიგში და სტაბილური რო იყო ჩვენი სუნთქვა. ჩვენი სუნთქვა უნდა იყოს ღრმა. დიახ. ადამიანი თქვენ გაგვირდებოდი, როცა ადამიანი არის სტრესში. მაგისი სუნთქვა არის სწრაფი. აჩქარებული. კი. აჩქარებული სუნთქვა არ არის ადამიანისთვის კარგი. დიახ. და ეს უკვე აიურვედული კვლევებიდან არის, როგორ ის აი ბავშვი რო ცოტა აჩქარებულად, მე ახლა უკვე დაკავშირებული ვარ. ბავშვი რო ცოტა ისე მთელი მუცლით რო სუნთქავს აჩქარებულად. არა, რას ბავშვობაში როგორც იზრდება, სტაბილური იქნება ჩვენი ფუნქციები, ეს უკვე სრული ადამიანი როცა არის, სუნთქვა უნდა იყოს ღრმა, რა შეიძლება, ანუ ერთ წუთში ხო არის სუნთქვის ისა. ყველაზე ნაკლებად სუნთქავს ერთ წუთში. აჰა. ყველაზე მეტადაც ცხოვრობს. ზაგლი ყველაზე მეტად სუნთქავს, სწრაფად სუნთქავს ზაგლი. ნებისმიერი შემთხვევაში ზაგლის სუნთქვა არის სწრაფი. და ადამიანმაც ესე უნდა ისუნთქო, რომ ღრმად უნდა იყო. აბა ხა ჩვენ თუ კუს მიბაძეთ და ასე ნელა ვიმოძრავეთ და გამოწეხი და იყავი შეთვის ვარჯიში არა. როცა ტვინი არ არის და ტვინის ფუნქციები არ მუშაობს კარგად, ადამიანი როცა ძის, მაშინაც არ სუნთქავს კარგად. ასე. და ის პრანაიამა დაეხმარება და ეს პრანაიამას ქვია ბრამრი. ბრამრი იმიტომ ქვია, ბრამრი ინდურად არის ფუტკარი, ანუ ბუზი. და ის ბუზის ხმა ხო არის რაღაცანაირ დრეზინის ხმა რო არის. ეს ხმა უნდა მოვიდეთ ამ პროცედურის გამო, ის დრეჟენია უნდა იგრძნოდე შიგნით ჩვენი ტვინის უჯრედები რო იმუშაო კარგად და ასაკი რო იმატება უჯრედები არ დაბერდე. აჰა, კი ბატონო. გასაგებია. წნევა იყო მაინც მნიშვნელოვანი. აი რა. რატო შეგაწუხა ამ წნევამ ამ ბოლო დროს? რაღაცას არ აკეთებს? რაღაცაშია საქმე, არ ვიცი. აი როგორ დავარებული. არ ძინავს ერთი წლის ყავს შვილი და კი, მთელი ღამეც და ისეთი ამბები გვაქვს და. მაშინ აი რო გვასწავლოთ ის ვარჯიშები, რასაც გულისხმობთ, რომ ცოტა ფორმაში ჩავაყენოთ. ფსიქიკა.
მე გეტყვი. დიახ, ჩვენ გავიმეორებთ თუ. კი ბატონო, ძალიან ადვილია, სწორად უნდა დაჯდე. იქ არის ეს სწორად. ანუ სწორად ეს კი. თავისუფლად. ნუ თუ დაბლა დაჯდები, უფრო კარგი იქნება, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა. აი, სწორი. აბა მე წავждები, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, მაგრამ კი. შემდეგ ეხება კიდე ხო, შენ ესე იყავ, შენ ეს. ესე თვალი უნდა დაკუჭო ორივე თით ჯერ კი, ჯერ ესე და მამას არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება და აქედან ყური დაკეტე. ყური. აი ესე. გრმა რას შეიძლება ისურთე ისეთი ამბები მაქვს ხოლმე. აი ეს რო დავკეტო, გადაირევია. ხო და აი ესე დაკეტე. რას შეიძლება გრმა ისუნთქე და ის როგორც ბუზის ხმა მოდის, ეგეთი ხმა უნდა იყო წარმოიდგინე. აი ესეთი ხმა უნდა მოვიდე. ნახე, ესე. გასაგებია, კი ბატონო. და რამდენჯერ უნდა გაიმეორო? თავიდან 5-ჯერ, 10-ჯერ. ანუ პირველივე გაკეთებაში თქვენ ეხლავე იგრძნებთ, რომ დამშვიდდა ნერვული კი, ხან ის ვიბრაცია რაც მიდის ტვინთან, ის ყველაფერს ეხმარება, ხო? როგორ ახარ ზურიკო? რომელი ხარ? ყური არ ქონდა დაკეტე. ყური უნდა დაკეტო. სხვა ხმა არ უნდა მოვიდე. აი, მაგრამ ისაუბრეთ მანამდე მე ჩემთვის რომ მე გავაკეთო, იმიტომ რომ ჩემი გრიმიდან გამომდინარე, ეხლა არ მინდა რა რაღაცას თვალები აირიოს და ამიტომ სახში აუცილებლად გავიმეორებ, მაგრამ ზურა მანამდე გითხარი შენ. თვალები? დიახ. არა, აქ დადე. ხო? ეს ყურები. თვალი და ყური უნდა დაკეტო. აჰა, კი ბატონო. კარგი, ისაუბრეთ. გრმათ ისუნთქეთ, ჯერ გრმა ისუნთქეთ და მერე ჩაისუნთქეთ იმ ხმით. რომ თელი სტუდია შეგაკვირდება. ისაუბრეთ მეთქი, მე არ მესმოდა და მე მეგონა რომ ისე დავიცვი ყურები რომ აღარ მესმის ხო და თურმე არ საუბრობთ თქვენ. ზოგადად რამდენში შეიძლება შედეგი ვიქცეთ? როგორ? შედეგი. პირველივე გაკეთებაში. მე ვიგზენი უკვე. კი. ცნება მომწესრიგდა. სადაც ეს დრეჟენია გრძნობს, აი სინუსიტები, თვალი, ტვინი, ყურის ტინიტუსი რო არის ხმაური, აქამდე ეს ყველაფერს. ეს ჩაკრები ყველაფერი გახსნილი. მომგრელები რო არიან, მაგის ქმისთვისაც კარგია. აჰა. ის მადლობა. ესე იგი უკუჩვენებაა დარწმუნებული ვარ არანაირი არ ექნება ეხლა. უკუმა თუ არ გააკეთე არ ექნება. ხო, ასე თუ არ დადეკი არ ექნება. მაინც არ იქნება. არა, კარგი. მართლა ძალიან მაგარი რამეა. გესია მომნახავ? მართლა რაღაცა ცოტა სხვანაირად მაშვები და პირველივე გაკეთება განცდაზე მიხვდები, აი რო გააკეთებთ ახლა ამის გადმოცემა ძნელია და მართლა რაღაცა კარგი ის მოაქვს. კი. კი ბატონო. პირველივე ანუ 5-ჯერ 6-ჯერ უნდა გააკეთო ესე შესვენებებით თუ აი პირდაპირ? არა, პირდაპირ შეგიძლია, პირდაპირ. ზოგადად ეს ხო ჰერცებზეა. სხვადასხვა ენერგიაზე ჰერცებზეა, რაც ადამიანის ინგლისურად ინგლისელებმა უკვე დაარქვია humming bee, ანუ რო ფრიალებს ის ვიცის ჩიტიროას. კი ბატონო. ეგეთი ხმა უნდა მოვიდე. ზოგადად ალბათ თქვენ თვლით რომ აი ესეთი კურნალობა, ასე ვთქვათ, ყველაზე ეფექტურია, ხო? კი, ანუ კურნალობაში ეს ყველაფერი თები აიურვედას, ვარჯიში, კვება, ეს ყველაფერი თელი დღე როგორ უნდა იცხოვროს, როგორ უნდა ისუნთქო. სუნთქო არის ქიდი, როგორც გითხარი. კარგი სუნთქვა, გრმა სუნთქვა რო იქნება ადამიანს ეს უჯილობა და ეს რაღაცები, ხოც ადამიანის სტრესი მიდის პირდაპირ სუნთქვა აჩქარდება. ნერვოზული სისტემა აირება. ეს არის რომ გასწორდეს. ძილის წინ უფრო კარგი იქნება რომ გააკეთო ადამიანს, კარგი ძილი იქნება.
რა გამშვიდოს ძილის წინ და მშვიდი ძილით ხო? მაძილში რო შეხვიდეთ, თორე არის ადამიანი ძინავს, აი თითქოს თელი დღე, მაგრამ დაღლილი იღვიძებს დილით. ანუ ვერ შედის ღრმა ძილში და ეს გამოდის რომ გამოძინებული კი არ არის დილით იღვიძებს ფაქტიურად დაღლილი და გაუბედურება. როცა დილით დაგლილია ადამიანი, მაგ დროსაც შეიძლება ეს გააკეთო და უცბად გრძნობს, რომ სხვანაირი უკვე სუგბუქად იგრძნობს ტვინში. შვენიერია. ესე იგი ის რა მაინტერესებს, აი ცოტა ის სხვა კითხვა. ამ ყველაფერთან ერთად პარალელურად აი სითხე მიიღე ბევრი. თქვენ ამაზე რას ფიქრობთ? მართლა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ გვეუბნებიან, რომ აი ყველა პრობლემაზე თავი გტკივა, ცნება გაქვს, ფეხი გტკივა. გეუბნებიან და მე მაძალებენ ბევრი სითხის მიღებას. ბევრი სითხე უნდა მიიღო. სითხეს გააჩნია თემაზე. სულ განსხვავებულ სითხეს ვიღებ ხოლმე, განსხვავებულებით. ის სხვა სითხეა. რამდენად რეალურია, რომ მართლა 2 ლიტრი უნდა დალიო დღეში? ზოგს არ უყვარს წყალი. ბევრი გამიგია, რომ არ უყვარს. ტკივილი პირიქით შეიძლება ბევრი წყლის დალევმა გამოიწვიოს. კი. იმიტომ თქვენ სვავს ბევრი სითხე, მე ბევრი შარდი და ელექტროლიტები იკარგება. და მე თავის ტკივილი და შაკიკი დაემართება ადამიანს. ანუ ყველაფერი როგორ დავარეგულიროთ? ჩვენი უჯრედები, თქვენ რო ფიქრობ 3 ლიტრად წყალი დავლიო, 4 ლიტრა დავლიო, უჯრედები კი არ იგებენ. ამათ არ იგებენ. უშვებ. თუ გინდათ რომ ჰიდრაცია, ანუ სინესტე მიიღოთ წყლიდან ჩვენი უჯრედებმა, იქ უნდა დაამატო დილით პირველი ხოსვა წყალი. იქ უნდა დაამატო ცოტა მარილი. მერე მარილი ხსნით იმ კარებს, შიგნით შედის ეს სინესტე და გეგოფა ეს პირველი დალევაც. აი ლიმნიანი წყალი დაუშვათ იგივე რაღაცა. არა, ლიმნიანი წყალიც იგივეა, გარეთ გამოვა. თუ იქ არ დაემატება მარილი. ანუ დილით გვირჩეთ რომ ესე მარილი ჩავყაროთ ჭიქაში და ისე დავლიოთ. ისე დალიოთ პირველი წყალი. თაფლიანი წყალი არა, აი მარილს უფრო ეს თაფლი სხვა ეს არის, ხო? გლუკოზა, შაქარია, თაფლი ჩვეულებრივი კი ბატონო, ენერგია გიმატებს 1 საათისთვის, მაგრამ ის გლუკოზა რო მე ისევ დაგლისო. აი ხა თქვენი მეთოდები ხო რაც არის რაც გამოიყენება და მართლა ახლა საუკუნეებით არის უკვე გამოცდილი. აი ამ თქვენს მეთოდიკასთან ერთად დაუშვათ მედიკამენტოზური ის აქვს დაუშვათ ადამიანს დანიშნული მკურნალობა. აი პარალელურად შეიძლება მიიღოს თუ იმას უნდა გაეშვას და ისე იმიტომ რომ მე აი კარგად თუ გახდი რომელს უნდა დააბრალო არ იცი ხო? არა გააჩნია. არა ნახე გააჩნია რა პრობლემა. ზოგი ადამიანი 15 წელია იგებს დიაბეტის წამლები. უცბად არ უნდა აქედან დაიწყეთ სწორი კვება და ეს მცენარეული მეთოდები და ნელა შეიძლება 3-4 თვეში დიაბეტი ვაფშე დაამარცხო ადამიანმა. რა სამწუხაროდ. დიაბეტის მკურნალობა წამლებით არ კეთდება. ხო, ის რაღაცა რეგულირებს. ნახე ეხლა მე მოწინამდე არა ვარ, ეხლა არ ეწინო ეგ ენდოკრინოლოგმა. შაქარი დაემართა ადამიანს. აძლევს წამალი. წამალის დარღვევა არ მინდა. ის წამალი რა შვება? პენკრიას უფრო მიჭდება რომ მიდი გააკეთე ძალით ეს რას დარჩენილი გაქშენეს გააწურე მიდი რესურსი. ეს რესურსი რო გაიწურება, მერე მოდის ნემსი. ის ნემსის რესურსის მალევე გაიწურება. მერე სად მიდიხარ? მერე ფეხები იჭრება და უკვე ხელი ამპუტაციაზე მე ხო. ანუ პრობლემა არის ჭამა, ჭამის მერე ვარდება ეს გლუკოზა, რატო არ გავასწოროთ ეს ჭამა? იქიდან დაიწყება ეს დიაბეტის მკურნალობა. იგივეა, ადამიანი არის დამოკიდებული ალკოჰოლზე და თქვენ ეუბნები, მიდი კიდე დალი ალკოჰოლი. ხო. კიდე დალი. აი, არ შეიძლება ალკოჰოლიზმის ალკოჰოლით მკურნალობა, დაიმახსოვრე. ხო. და მე რეზისტენტობა ხდება. დღეს ადამიანი სვამს 1 ლიტრა და უკვე თვალია 2 წლის მერე 1 ლიტრი თვალი არ არის. უკვე რეზისტენტია. ისე ადამიანი არის ინსულინის რეზისტენტი. დღეს რა სჭირდება? იმ წამლების მერე მეტი კეთდება, მერე იმ მეტისას მიეჩვება და უკვე ბოლოს გასაგებენ მეტი და მეტი. ესე ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველაზე
კარგი მკურნალია ზოგადად და სწორი კვება და სწორი რეჟიმი და თან აი ეს ჩვენი წინაპრები ძალიან ჭკვიანი ადამიანები იყვნენ და ესე ჰაერიდან არ მოდის ხო ეს ცოდნა რაც თქვენ გაქვთ არა უკვე ნუ ის კი არ არის რომ ჯოგმა ვინც გააკეთა იმან დაამარცხა ჩემი ვიდეოებით რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა არუნ როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო არის რა თქმა უნდა შემდეგ მოწვევაზე აუცილებლად დიაბეტსაც ვისაუბრებთ იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის თქვენ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ